ემიგრაციის მარშრუტები. გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელებო. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა გზა გავლილი ღირსებით. ვახტანგ ჯობაძე. გადაცემაზე ვმუშაობთ მე ჟურნალისტი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თინა სამბაძე და ჩვენთან სტუდიაში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემიგრაციის მკვლევარი ქალბატონი რუსუდან დაუშვილი. დაგვირეკეთ და ჩაერთეთ გადაცემაში გაგვიზიარეთ თქვენი შტაბ-ჭრილებები ამ გადაცემის შესახებ. შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 240 91 92 240 92 92. გადაცემა ემიგრაციასა და ემიგრანტებზე. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6-დან 7-მდე. გზა გავლილი ღირსებით. ამ სახელწოდების გადაცემებში თქვენ ძვირფასო რადიო მსმენელებო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე გიამბობთ, ადამიანებზე, რომლებმაც უცხოეთში გავლეს ცხოვრების ნახევარი ან და მთელი ცხოვრება და მის შესახებ თანამემამულებმა სამშობლოში ცოტა რამ იციან. დღეს ბატონი ვახტანგ ჯობაძის ხსოვნის საღამოა. მას გაიხსენებენ და მასზე გესაუბრებიან და სასიამოვნო იქნება თუ თქვენს შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებთ და დაგვირეკავთ. რუსუდან, რა მნიშვნელობა აქვს ამ რადიო გადაცემას, რომელიც არაერთი უნდა იყოს შესახებ იმისა, თუ როგორ მოღვაწეობდნენ ჩვენი გამოჩენილი ქართველი მეცნიერები უცხოეთში და რა იყო მათი საფიქრელი მთელი ცხოვრების მანძილზე. და ბატონი ვახტანგი ფიქრობდა სულ საქართველოზე. ქართული კულტურის ძეგლების უმნიშვნელოვანესი ნაშრომები, მონოგრაფიები, წიგნები აქვს დატოვებული, მაგრამ სამწუხაროდ მისი სახელი ჩვენ საზოგადოებაში არც ისე არ ცნობილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ხშირად მიხდება თქვენთან სტუმრობა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიდი ხანია ვასწავლე ემიგრაციის ისტორიას რამდენიმე უნივერსიტეტში და უნდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჯგუფი მუშაობთ მუდმივად ემიგრაციის საკითხებზე, რომელსაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ჩაუყარა გურამ შარაძემ, სხვადასხვა უნივერსიტეტებში იკითხება უკვე კურსი ჟურნალისტიკის, ლიტერატურის, ემიგრანტული ლიტერატურის. მიუხედავად ახლა დღესაც ჩვენთან უნდა ყოფილიყო ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან კობახიძე, მაგრამ მას ლექციები ეგეს რამდენიმე დღეა სტყურის ბავშვებთან სწორედ მათ აცნობს ემიგრაციას და გარდა ამისა თვითონ მუზეუმში ხშირად დადიან მოსწავლეები, მაგრამ სრულებითაც არ არის საკმარისი. თქვენი გადაცემა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხალხის მიერ დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა. ხო, მე ისტორიკოსი ვარ და ხშირად ვამბობ ხოლმე, როგორი ღარიბი იქნებოდა ჩვენი ისტორიოგრაფია და ისტორია, რომ არ ყავდეს არ ვიცოდეთ ვინ არის ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც პრაქტიკულად ემიგრანტი იყო. ან ფარსადან გორგიჯანიძე ირანში. ან თუნდაც ლიტერატურისთვის რაფხელა დანაკლისი იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ დავით გურამიშვილი და ასეთები ძალიან ბევრია და იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უახლოეს ხანაში იმდენად ჩაერთვება ეს ნაკადი, ემიგრანტული ნაკადი ჩვენს კულტურას, რომ აღარ იქნება, ხო, არავინ არ ამბობს, რომ ემიგრანტი იყო, ვინ ჩამოთვალე ეს ადამიანები ისე არიან ჩართული ისინი ჩვენს კულტურაში და იმდენად განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის ეს სახელები და ასეთი უნდა იყოს ქართული ემიგრაციაც, პოლიტიკური ემიგრაცია 21 წლიდან. უნდა გითხრათ, ზოგადად მთელი ემიგრაცია, ისტორიული ემიგრაციაც, მაგრამ ვინაიდან მოჭრილი ქონდათ მათ გზა და მათი ხსენებაც კი არ შეიძლებოდა, რაღაც მექანიკურად თითქოს გაგრძელდა ეს დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. არა და მათ
უდიდესი როლი შეასრულეს არა მხოლოდ ქართული კულტურისა და ზოგადად საქართველოს საკითხის გატანაში მსოფლიო ასპარეზზე, არამედ თავად იმ ქვეყნების კულტურაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ. მე ხლა აქ ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ რამდენიმე წიგნის ავტორი ვარ, აი თქვენ იცით, რომ ამერიკის ქართული ემიგრაციის კურსს ვკითხულობ უნივერსიტეტში და წიგნი მაქვს გამოშვებული ამერიკის ქართული ემიგრაციის და 40 ემიგრანტი მყავს შეყვანილი წიგნში, თუმცა ძალიან ბევრი წიგნის გარეთ დამჭა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულეს ამერიკულ კულტურაში. დიახ, იცით რა არის? იქ უფრო იცნობენ ვიდრე ჩვენ ვიცნობთ. და ამ ადამიანების ცხოვრების გაცნობისას და ამ ადამიანების თან შეხვედრისას გრძნობ, რომ პატრიოტიზმი რაღაც სხვა რაღაცაა, რაღაც სხვანაირი სისუფთავეა, სხვა გრძნობა და ესენი გვასწავლიან ჩვენ და ძალიან ის არის ალბათ კარგი საქმე იქნებოდა, რომ ახალგაზრდები დაინტერესებული მეხოთ თქვენ თქვით რომ სკოლო პროგრამებში უნდა იყოს შეტანილი აუცილებლად, იმიტომ რომ უმაღლეს სასწავლებლებში კი არის შეტანილი, მაგრამ რატომ არ შეიძლება? ხა რამდენიმე სკოლა არის, სადაც ძალიან აქტიურად აჟღერებენ ამ ემიგრანტულ მემკვიდრეობას, რაღაც პრეზენტაციებს აკეთებენ, გვალმაგიდებს და ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო მასიურად უნდა იყოს. დიახ, მე ვიცი რომ ესეთი სკოლა არის მწიგნობართულ ხუცესი და იქ ბავშვებმა აღნიშნეს ვახტანგ ჯობაძის 100 წლის იუბილეს სწორედ და ჩვენმა კოლეგამ ბატონმა ივან ნეჯაფარიძემ მოიწვია ეს ბავშვების სკოლაში და ეს ძალიან დიდი რადიოში და ძალიან დიდი საქმეა. დიახ, ძალიან მადლობელი ვარ ზოგადად ტელევიზიების და რადიოსი, რომ ესე გვიწევთ, იმიტომ რომ მე ჩემი სტუდენტებითაც ვიყავი მოსული აქ და ვეკითხებოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ამ კურსის გავლა და რა დაუტყობა და რა მისამად. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როდესაც უცხოეთში მივდივართ, რაღაც იქ მხოლოდ კრიმინალი და ქართველები რაღაც აშინელებებს ჩადიან. ჩვენ ისეთი წინაპრები ყავდა და ისეთი საქმეები აქვს იმ ქვეყნების ნაკეთები, რომ ნამდვილად არაფერი დასამალით და ჩვენი ქართველობა დასამალით პირიქით საამაყო არის. ახლა და ვახტანგ ჯობაძეც გულისწყებით აღნიშნავდა სხვათა შორის იცით რას, რომ საქართველოში მის სახელს ნაკლებად იცნობენ. და ცხოვრების გზაზე ვისაუბროთ, როგორ დაიწყო და როგორ წავიდა მე ეს ცხოვრების გზა უცხოეთში. სანამ აი ამ მეორე ტალღაზე რომლის წარმომადგენელიც გახოთ ვახტანგ ჯობაძე, ორ სიტყვას მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ ზოგი მსმენელებად მსმენელს არ აქვს მოსმენელი ეს ემიგრაციაზე ამ ტიპის საუბრები და უნდა გითხრათ, რომ პირველი ტალღა, რომელიც 21-33 წლებში გავიდა სხვადასხვა გზით ოფიციალურად, არაოფიციალურად, საიდუმლოდ, სანამ საბოლოოდ ჩაიკეტებოდა საზღვრები, ამ ტალღაში განსაკუთრებით ის ტალღა, რომელიც 21 წლის თებერვალ-მარტში წავიდა და აგერ ჩვენი თვეს ვაკეთებთ ამ გადაცემას და ჯობაძეც იმ თვეში არის დაბადებული 18 მარტს გახლავთ დაბადებული, როდესაც ჩვენმა მთავრობამ სამხედრო ელიტამ საქართველოსი და მეცნიერებმა და ძალიან ცნობილმა ადამიანებმა მთავრობის წევრებმა დატოვეს საქართველო. და სწორედ იმ პირველ ტალღაში ძალიან დიდი ინტელექტუალური ნაწილი იყო გასული ემიგრაციაში და მათ არაჩვეულებრივად საინტერესო ფონი შექმნეს იმათვის, ვინც უკვე მეორე ტალღის საშუალებით შეუერთდა. განსხვავებით მეორე ტალღისგან, მეორე ტალღას ჩვენ ვუწოდებთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილებს, რომლებიც შემდეგ დასავლეთში დარჩნენ და შეუერთდნენ პირველ ტალღას. აი ამ მეორე ტალღაში ძირითადად ახალგაზრდობა იყო. უტყურულაში ბიჭები, რომლებიც გაიწვიეს, იყვნენ რა თქმა უნდა სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მაგრამ უმეტესად და ტყვედ ჩავარდნა სწორედ აი პირველად დაიკავეს საერთოდ იარაღი და ესე აღმოჩნდნენ ისინი ფრონტის პირას და ამ ტალღის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გახავთ ვახტანგ ჯობაძე. მას ძალიან საინტერესო გზა ჰქონდა მანამდეც გავლილი, მიუხედავად თავისი ასაკისა, ის 1917 წელს დაიბადა თბილისში 18 მარტს და სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მაშინ მოგეხსენება ძალიან ახლოს იყო ამის ისტორია, ფილოლოგიის ფაკულტეტი ერთად იყო და აი ამ და ხელოვნების ფაკულტეტი სხვათა შორის ჩემს დროსაც მე პირველ კურსზე რო ვიყავი, მე
გაიყო ისტორიის ფაკულტეტზე შემოდიოდა ხელოვნების ფაკულტეტი როგორც გიორგი ჩუვინიშვილის დიახ მიმართულებები იყო ასეთი და მან გაიარა ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გაიარა აი სრული კურსი ხოლო შემდეგ უკვე ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავა დიპლომზე ასპირანტურში ჩაბარების შემდეგ უკვე დისერტაციაზე დაიწყო მუშაობა და ამ ყველაფერმა განსაზღვრა სწორედ მისი დაინტერესება ხელოვნებით. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირი ჩაება უკვე 51 წელს მეორე მსოფლიო ომში ის როგორც ასპირანტი მას ჯავშანი ჰქონდა და სულაც არ იყო აუცილებელი რომ ფრონტზე წასულიყო, მაგრამ სწორედ პატრიოტული მოსაზრებებით და იმ მოსაზრებით რასაც ის აკეთებდა და როგორც სწავლობდა, რა თქმა უნდა, პროფესია ძალიან ხშირად განსაზღვრავს დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხებისადმი და შემთხვევითი არა რომ ხელოვნებით და ისტორიით, საქართველოს ისტორიით, ხელოვნებით და ფილოლოგიით შეპყრობილი ჭაბუკი თვითონ წავიდა მოხალისეთ ომში. მოგეხსენებათ პირველი თვეები და განსაკუთრებით პირველი წელი 39 წელი ძალიან მძიმე იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირისათვის, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მოეწოდა წინ გერმანია და მთელი არმიები, მილიონობით ადამიანი ვარდებოდა ტყვედ. და აი ამ ნაკადში მოყვა ვახტანგ ჯობაძეც. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რა სირთულეების გავლა მოუწია მას ტყვეობაში. ეს კიდევ ცალკე თემა არის ალბათ მაისის თვეში კარგი იქნება მეორე მსოფლიო ომის და აი ამ ტყვეების საკითხსაც მეუძღვათ, იმიტომ რომ საოცარი რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი ემიგრაციაც გაიყო ძალიან ბევრი ანტიგერმანულ ბანაკში აღმოჩნდა ბევრი გერმანელთა მხარეზე და სწორედ გერმანელთა მხარეს ვინც იყო მოგეხსენებათ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა სადაც ქართველები ცხოვრობდნენ დამარცხდნენ გერმანიასთან და პრაქტიკულად იძულებული გახდნენ ქართველები ძალიან ბევრი ვინც კი არ იზიარებდა ამას რომ გერმანიის არმიაში ჩაწერილიყო რომ ამ გზით მაინც დახმარებოდნენ საქართველოს დაეგრიათ საბჭოთა კავშირი და გაეთავისუფლებიათ საქართველო და აი ეს ადამიანები დადიოდნენ ტყვეთა ბანაკებში და გამოყავდათ ქართველები ბატალიონებს ადგენდნენ და ნუ ძალიან მძიმე პერიოდი იყო ეს და არა მხოლოდ ომის პერიოდი, არამედ ომის შემდეგ მოგეხსენებათ გერმანია დაყოფილი იყო ზონებად, საბჭოთა კავშირის ძალიან დიდი ზონა იყო და იქ უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ, იმიტომ რომ ხშირად პირდაპირ ადგილზე ხრედნენ, როდესაც გადასცეს ეს ტყვეები და გერმანელების მხარეს გადასული ადამიანები. ბევრი პირდაპირ ჩატვირთეს საბარგო მატარებლებში და პირდაპირ ციმბირში გაუშვეს და ამიტომ ძალიან ბევრი ტყვე დარჩა დასავლეთში და ქართული ემიგრაცია რომელიც თავად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო რომ გერმანიის დამარცხების შემდეგ მათ ყველა ევროპის ქვეყნებში ძალიან კარგი პოზიციები ჰქონდათ მაგრამ გერმანელების მხარეს ბრძოლამ ძალიან გაუტეხა ქართული ემიგრაციის სახელი და არა მარტო საკუთარ თავზე უნდა ეზრუნა არამედ ტყვეებზე რომლებიც მათზე იყვნენ მინდობილები მიუხედავად ამისა ყველაფერი გადაიტანა ქართულმა ემიგრაციამ უნდა გითხრათ რომ გერმანიაში განსაკუთრებით მაღალი პოზიციები ეყავათ ქართულ მეცნიერებს და მკვლევარებს. რამდენიმე კათედრას, რამდენიმე ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ იქ მოღვაწეობდნენ მიხა კოწერეთელი ზურაბ ავალიშვილი კი უფრო ადრე გარდაიცვალა. შემდეგ ვიქტორ ნოზაძე, მიხეილ ეს რა ქვია ნაკაშიძეები გიორგი და ნიკურაძეები ძმები ორი ინსტიტუტის, სამი ინსტიტუტის ხელმძღვანელები იყვნენ. ძალიან მაღალი პოზიციები ჰქონდათ და ბუნებრივია ეს ინტელექტუალური პოტენციალი ძალიან კარგად იყო გერმანელების მხრიდან დაფასებული და არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ფაშისტური ხელისუფლება იყო, არამედ წმინდა სამეცნიერო თვალსაზრისით. და ამიტომ შემთხვევითი არ არის რომ სწორედ მათი დახმარებით ვახტანგ ჯობაძემ მოახერხა დაემთავრებია ესწავლა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში გერმანიაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში, იმიტომ რომ გერმანიის დარჩენა უკვე ძალიან რთული იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის ზონა გაიზარდა, საშიშროება იყო, რომ ან მოეტაცათ უკვე დასავლური ზონებიდან ტყვეები და გადაეყვანათ აღმოსავლურ ზონაში, ამიტომ ძალიან ბევრმა დატოვა გერმანია იძულებული გახდა, მათ შორის ძველმა ემიგრანტებმა, იმიტომ რომ
მოკავშირეებმა და საბჭოთა კავშირმა მოკავშირეებს მოსთხოვა არა მხოლოდ ტყვეჩავარდნილების და იძულებით გერმანიაში გარეკილი ხალხის გადაცემა, არამედ ძველი ემიგრაციისა. და ეს უცილობელ სიკვდილს თუ არა ციმბირში ძალიან ხანგრძლივი დროით გამოკეთებას ნიშნავდა. ამიტომ ძალიან ბევრი 40-იანი წლების ბოლოდან ვინაიდან საფრანგეთშიც და იტალიაში შემდეგ სოციალისტური ხელისუფლება მოვიდა, მთავრობები მოვიდნენ და საშიშრობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ამერიკაში გადავიდნენ და აი ვახტანგ ჯობაძეც ამერიკაში წავიდა. კალიფორნიაში დასახლდა რა. დიახ და იქ თავდაპირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა, უკვე შემდეგ გადავიდა კალიფორნიაში და დიდი ხნის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ხელოვნების დეპარტამენტს. ძალიან მრავალფეროვანია ვახტანგ ჯობაძის საქმიანობა და მოღვაწეობა ხელოვნების დარგში, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული გახლავთ მისი მოღვაწეობა ტაო-კლარჯეთში და საერთოდ ქართული ხელოვნების საკითხებზე. რატომ იყო განსაკუთრებით ტაო-კლარჯეთის საკითხი მნიშვნელოვანი ჩვენთვის? ხალხაშორის რომელი წლებია რუსუდან ისო? ახლა მე მოგახსენეთ, მაგრამ მე სხვა რაღაცას უსვამე. ხა საქმე ის გახლავთ, რომ 17 წელს არის დაბადებული ვახტანგ ჯობაძე და 17 წელს მოგეხსენებათ ძალიან დიდი ექსპედიცია მოაწყო. ეხლა იუბილეა სხვათაშორის 100 წლის იუბილეა. ძალიან დიდი ექსპედიცია მოაწყო ექვთიმე დაყაიშვილმა ტაო-კლარჯეთში პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსეთის არმია გადასულიყო ამ ტერიტორიებზე. და ამ ექსპედიციამ უზარმაზარი საქმე გააკეთა. ტაყვანილი ყავდა მხატვრები, ფოტოგრაფები, მკვლევარები და მათ მოაგროვეს სერიოზული მასალა, რომელიც შემდეგ ნაწილი ემიგრაციაში გამოიცა, ნაწილი აქ დარჩენილი მასალებიდან უნივერსიტეტმა გამოსცა და პრაქტიკულად ექვთიმე დაყაიშვილის შემდეგ ჩვენ აღარანაირი შეხება აღარ ქონია ამ მასალებთან. ვინ შეუშვებდა ქართულ მკვლევარებს იმ ტერიტორიაზე, თუ ერთეული ადამიანები ახერხებდნენ, რაღაცა თვითონ ეს არ არის რეგულარული კვლევა და ვახტანგ ჯობაძე თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩადიოდა და ის რომ ამერიკის მოქალაქე იყო, სწორედ ეს უწყობდა მას ხელს, ჩადიოდა ის ტაო-კლარჯეთში პრაქტიკულად შვილები მან იქ გაზარდა და შვილებს ქართული სახელი და არ ქონდა მონათლა მართლმადიდებლობას და მას ეს ყოველწელს იღებდა სურათებს, ეს როგორ იზრდებიან ეს მისი გოგონები, აი ერთი და იგივე ადგილას ეთერი და მიხეილი, ხო? არა, ქალიშვილები ყავს. ხო. და როდესაც მიყავდნენ ერთ და იგივე ადგილას უღებდა სურათებს, როგორ იზრდებოდნენ ესენი. და უნდა გითხრათ, რომ ის გამოკვლევები, რომელიც მან დატოვა სწორედ ტაო-კლარჯეთის საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ის ინგლისურ ენაზე არის გამოცემული 2007 წელს, როდესაც გარდაიცვალა ვახტანგ ჯობაძე, ხელნაწერთა ინსტიტუტში ჩატარდა კონფერენცია მისამე მიზუნელი და სწორედ იქ მოხდა წარდგინება აი ამ წიგნის, რომელიც ითარგმნა ქართულ ენაზე თუმანიშვილმა და ხოშტარიამ თარგმნეს და ეს ძალიან დიდი საქმეა, რომ იდოს ეს წიგნები ჩვენთანაც რა გაკეთდა უკვე ექვთიმე დაყაიშვილის შემდეგ, იმიტომ რომ ვახტანგ ჯობაძემ ძალიან ბევრი რამ აღმოაჩინა ისეთი, რაც თავის დროზე ვერ მოასწრო ექვთიმე დაყაიშვილის ექსპედიცია. ძალიან ბევრი აღწერა აღმოაჩინა, გაშიფრა, წარწერები გარდა ამისა მან ხლა ისე ადვილად ტაო-კლარჯეთში გათხრების წარმოება ადვილი არ იყო, მაგრამ ოშკს ძალიან ბევრი ისეთ ტაძრებს მიაქცია ყურადღება, რომელიც არ იყო 17 წლის აღწერებში. ეს ცხოვრების თავგადასავალში წავიკითხე ნაწყვეტის ამბობს დანანებით, რომ ესეთი ეს კულტურის ძეგლები იავარქმნილია ზოგიერთი და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და სამწუხაროდ დღემდე აი იმ პერიოდის რა ნახა ექვთიმე დაყაიშვილმა, რა აღწერა და აი შემდეგ სანამ ჩვენი მეცნიერები აი ამ ბოლო წლებში შევიდოდნენ და ნახავდნენ მას ყველაფერს, აი მათ შორის სწორედ ვახტანგ ჯობაძე იყო, რომელმაც აი იმ პერიოდის ძეგლები მოინახულა, იმ პერიოდში მოინახულა, როდესაც ყველაზე რთული იყო ქართველისათვის იმ ტერიტორიაზე შესვლა.
გარდა აი ამ ტაოკლარჯეთისა, მან ანტიოქიაში აწარმოა გათხრები, აი ღალიის მონასტერი ცნობილი კვიპროსზე, სწორედ მისი გათხრილია და ამდენი ხნის შემდეგ ეხლა შევიდნენ ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მეცნიერები და გააგრძელეს ეს საქმიანობა. ასე რომ ძალიან დიდი საქმეები აქვს ვახტანგ ჯობაძის გაკეთებული, მაგრამ აქ არ შემიძლია არ ვახსენო მისი მეუღლე ირინა ბიბერი, რომელმაც ფანტასტიკური საქმე გააკეთა. მან გაყიდა თავისი 6 სართულიანი სახლი, მაღაზიები და მთელი ეს თანხა, რომელიც მან თავისი ქონების გაყიდვით მოაგროვა, მოახმარა თავისი ქმრის ამ საქმეს, ანუ ქართულ საქმეს და ყველაზე დიდი მადლობა ამ შემთხვევაში ამ ამერიკელ ქალბატონს ეკუთვნის, გერმანელი იყო წარმოშობით, დიახ, ეკუთვნის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქმრისთვის ხელი შეეწყო მისი სამშობლოს სახელის სადიდებლად. დიახ, კაბნურუსუდან ახლა გვისმენთ ალბათ ჩვენი რადიო მსმენელი და აინტერესებს ჯობაძეების გვარი, საიდან არის, საიდან მოდიან ეს ადამიანები, სად დაიბადა ბატონი ვახტანგი. დღეს ჩვენთან სტუმრად უნდა ყოფილიყო ბატონი ვახტანგ ჯობაძის დის-შვილი, მხატვარი ზურაბ ფოცხიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო მან სტუდიაში მოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ ტელეფონი გვაქვს და ტელეფონის საშუალებით ჩვენს გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა ბატონო ზურაბ, მოგესალმებით. სალამი ქალბატონო. დიახ, ბატონო ზურაბ, აი ჯობაძეთა შესახებ გვიამბეთ, ვინ იყო ბატონ ვახტანგ ჯობაძის მამა, დედა და რა გააკეთეს მათ სურამში თავისი კუთხისათვის, როგორ იწყოდნენ, აი ფესვების შესახებ, დიახ. ფაქტიურად ჯობაძეების კლანი ეს შეიძლება ითქვას, არაერთი და ორი იყო დასახლებული სურამში. ხო და ხალხშორის ვახტანგს დედაც და მამაც ყავდა ჯობაძე. ოღონდ სხვადასხვა წარმომავლობისა. როდესაც ხელს აწერდნენ ეკატერინე და ნიკოლოზი ეს მშობლები ვახტანგისა, მათ გამოიძიეს საეკლესიო საბუთები და ისე და გაირკვა რომ არ არიანად ეს საერთები და ისე დაიწერეს ჯვარი. ვახტანგის მამა იყო საკმაოდ ცნობილი პიროვნება იმ დროს სურამში. ხიდერბეგეშვილთან ერთად ისინი ქალაქს განაგებდნენ, ქალაქის მერიას აქტიურად. საინტერესოა ისიც რომ აი ეს ტყე, რომელიც ახლა სურამის თავზე არის, ხო? გზით რომ მივდივარ, ხელ მარცხნივ. ის არის მაგათ ჩაუყარეს იმ ფიჭვნარს. ხელოვნურად შექმნილი ტყეა ჯობაძეების. ეს მარო ნატურალურ გონია. აი გზის მარცხენა მხარეს აქედან თბილისიდან თუ როცა გავდივართ. ეს თალე გასწრინ იმაზე გზაზე, სურამის ეს მეტი გაკეთებულია. ხურულები იყვნენ მათი წინაპრები. და არაერთი ტაძარი აქვს აშენებული. თორემ სურამის ეკლესიაც არის ჯობაძეების მიერ აშენებული და აგრეთვე ხაშურის რაიონში რამდენიმე მან ირგვლივ რამდენიმე ეკლესია არის მათი აშენებული და ერთ-ერთ წაწერაც კი აქვს ეს ეკლესია აშენეს სურამში მცხოვრებ ზაქარია მიტრო და სინო ჯობაძეებმა. ეს არის თუ არ ვცდები, ეს არის თაგვეთში ხაშურთან ეს ეკლესია. ჰქონდათ საკუთარი მცირე ეკლესია, სადაც სასაფლაო იყო ჯობაძეების და იქ მცირე ეკლესია ჰქონდათ. და ისე რომ ეს რაც ეხება ნიკოლოზ ჯობაძეს, საინტერესო ის არის, რომ ახლა ფაქტობრივად უსმენდი ქალბატონს და არაერთი ამბობს, რომ დიდი სიხარულით გაიქცა წავიდა საომრად ვახტანგი. არ მგონია ეს სიმართლე იყოს, იმიტომ რომ 24 წელს დააპატიმრეს ნიკოლოზ ჯობაძე ვითომ და აჯანყებაში მონაწილეობის თუ ნამდვილად აჯანყებაში, როგორც დედა და ეკატერინე ბებიაჩემი ამბობდნენ, აჯანყებაში როგორც მონაწილეებდნენ, დახვრეტას უპირებდნენ. გადაარჩინა სხვათა შორის, გვარი არ ვიცით, გადაარჩინა ერთ-ერთმა იურისტმა, რომელმაც გამოაპარა პირველად. მეორეთაც დაიჭირეს და დაიყვანეს დასახვრეტად, იმ შემთხვევაში ხიდერბეგაშვილმა უშველა და ბებიაჩემა რაღაცნაირად მოახერხეს მისი
გამოპარება. ისე რომ საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა კომუნისტებთან. ოჯახის ერთ ესე იყო, მართალი გითხრათ არ უყვარდათ კომუნისტები, მართალი ამ თემაზე ნაკლები იყო ხრჩობა, მაგრამ არ მგონია რომ ვახტანგი გაქცეულიყო იქ სიხარულით ჯარში მით უმეტეს. ანუ მოხალისე არ იყო. არა, მოხალისე ნამდვილად არ იყო და ეს რამდენიმე დღეა ისმის რომ ის იყო მოხალისე და მკერდით გადაეპარავისა გადაფარვებია მკერდით. ნუ წავიდა, იმიტომ რომ უნდა წასულიყო. გაიწვიეს, უნდა წასულიყო. არა და შემდეგ მოგვიანებით ამბობდა რომ როგორც არის საქართველოში ჯარის მხრივ ესე იყო რა, ჩაწყობა ხდებოდა ხოლმე და აბა ეხლა კომისრის იმასო შვილსო ვინც აიყვანდა, მომკიდეს ხელი გამაქანესო, ნუ იყო ეს მომენტი. სხვადასხვა მანამ წაიყვანდნენ, მანამდე საკმაოდ დიდი წვრთნა გაიარეს, მე მგონი მაგუბში, სასონხლეთში, მერე გორში და ლეიტენანტი შინით ვახტანგი იყო სპორტიული ტიპი და ჯანიანი ჯელი იყო. ძალიან ჩქარა მიაღწია იმას, რომ მიიღო ლეიტენანტის წოდება და გაუშვეს როგორც ლეიტენანტი იყო იქ. საინტერესო ისა რომ იარაღი არ მიუციათ. ჩააბარეს ხალხი და უიარაღოთ იყვნენ ეს მოწვეულები ერთი ტოპი ჰქონდათ რაღაც ჟანგიანი და მაგდაგვარი ხო და ჯარში მოხდა, იმიტომ რომ ფაქტიურად გარიყეს რუსის ამ თავრობამ თუ რა ვიცი მან ხელმძღვანელობამდე. ხო, ხელმძღვანელები იყვნენ რუსი ოფიცრები და გარიყვეს ეს ქართველები, რომლებიც კავკასიონზე იბრძოდნენ და ნუ ფაქტიურად უიარაღოთ. ესე იყო დასაწყისში სხვათა შორის, რომ დაეცემოდა ვინმე, იმისი აიარაღი უნდა აეღოთ, არ ქონდა შეგება. არა, უთხრეს კიდევაც. რო იკითხა ვახტანგმა უიარაღოთ როგორ მოიპოვეთ და გექნებათ იარაღი, ეს იყო ესე პირდაპირი პასუხი ამ. მე თუ შეიძლება მე სიტყვასაც ვიტყვი ახლა მოხალისეობასთან დაკავშირებით ბატონო ჩემო, მაგრამ იცით რა შეა საქმე, აი სწორედ 24 წლის და აი რეპრესირებული ოჯახის შვილები ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ სწორედ ამის გამო და მიდიოდნენ ჯარში იმის გამო რომ აი ეს იარლიყი მოეხდათ. ახლა ეს მდგომარეობა ჯობაძეს არ ქონია, ვახტანგ ჯობაძეს რა თქმა უნდა, მაგრამ ახალგაზრდებსაც სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ, იცით ეს როგორც კი ქვეყანას გაუჭირდა ქვეყანას გაუჭირდა რაღაც მე არ ვიცი ახლა ეს ინფორმაცია ვახტანგის განცი რომ ყოველ შემთხვევაში რადგან იყო უკვე გაწეული და მაგას საერთოდ წესრიგი და ეს ფორმა რომ რადგან იყო გაწეული წავიდა იყო დაწყენი რომ არ უნდა წასულიყო, იმიტომ რომ ჰქონდა ბრონი. ბრონი ჯავშანი ჰქონდა. ჯავშანი ჰქონდა და არ უნდა წასულიყო და ნამდვილად ვიცი რომ ასპირანტებს ეგრე ჰქონდათ. მაგრამ მერე რო წავიდა, უკვე იბრძოდა რამდენი როგორც შეეძლო, რამდენადაც შეეძლო. რომ ვაშკაცი იყო და არ ჰქონდა ეს ისა მოყოდა. ეხლა სიხარულით გავარდა ფრონტზე, ნუ არ ამჯერავს მაგის და თვითონ ვახტანგისაც არ აჯეროდა. არა, მოხალისეობა არ ნიშნავს რომ სიხარულით მიდის ზოგადად. არა, მოხალისეობაც ასულა. ძალიან კარგია რომ ეს ინფორმაცია გაგვიჟღერეთ, დიდი მადლობა, იმიტომ რომ ოჯახებმა უკეთესად იციან აი ეს ნიუანსები, რასაც ყვებიან ხოლმე ემიგრანტები, დიახ. საინტერესო კიდევ რა არის? ეს ერთი რომ გაიწვიეს, სხვა შორის დედა გორში წახდა, მანამ წავიდოდა ვახტანგი სხვანაირი ოჯახი იყო, ძალიან ერიდებოდნენ ერთმანეთს, უვლიდნენ ერთმანეთს. შეკრული ოჯახი იყო, კი, იმიტომ რაღაც თავის გასაჭირები ჰქონდათ. ამდენი დედას გული ტკიოდა, იმიტომ რომ რამდენჯერ შეუვარდა ის NKVD იყო მაშინ და რამდენჯერ დაარბიეს და მაშინ დაემართა პირველად როგორც ვახტანგი წერს ეს გულის რაღაც ეს შეტევები და მერე სულ ცდილობდნენ რომ რაღაც ხელის გულზე ეტარებინათ. ნუ ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ არ მოასვენეს მანამ ნიკოლოზი ბატონი და ხო და როცა უკვე იბრძოდა, მაგრამ საინტერესოა ერთი მეორე მომენტი. დედამისი იყო მოწმუნე ადამიანი და როდესაც მოუვიდა ის სამკუთხედი, როგორც იცახიან, მაშინ მოდიოდა ეს წერილები, სადაც ატყობინებდნენ ან დაკარგვის, ან გარდაცვალების შესაძლებლობა დაკარგვა. ხო და სხვათა შორის სხვას თუ მოუვიდა ერთხელ ამ მანდამაინც საიდან იგებდნენ რომ ამას არ ჯერო და სამჯერ მოუვიდა ეკატერინეს. ხო დაიკარგა და მოხვდა და ნუ ყველაფერი რაც შეიძლება ეწერა. ეს რამდენიმე სიტყვით ხელმოწერით. და ესე იგი არ ჯეროდა ეკატერინეს. კარგა ხანი ხო არ იცოდა სად იყო ვახტანგი და როგორ ცხოვრობდა, იმიტომ რომ
თვითონ ვახტანგიერიდებოდა ეშინოდა რომ თუ გაირკვეოდა რომ ის იქ არის იქნებ ოჯახს რაიმე ზიანი მიადგეს და გვარი შეიცვალა როგორც ვიცი ხო გვარი შეიცვალა კი პირველი პერიოდი შეიცვალა გვარი ციციშვილზე ხო და შემდეგ ისევ დაუბრუნდა თავის გვარს ოდესაც უკვე ამერიკაში გადავიდა ხო დაუბრუნდა თავის გვარს იმიტომ რომ მაშინ მაგის იმის გარდა რომ ციციშვილები კი ბევრი იყვნენ მაგრამ არ უნდოდა რომ ამ გვარით ვიღაცას დაეჭერა მართლა ეშინოდა რომ მოკიდებდნენ ხელს და გადაიყვანდნენ ერთი ზონიდან მეორეში და იმალებოდნენ ფაქტიურად გასაზრდელი პერიოდის ანუ ოჯახს მოერიდა რომ ზოგადად გამო საქართველოში რეპრესიები არ განეცადა საინტერესო გადაიტანა რამე რეპრესიები ვახტანგის გამო ოჯახმა აი ის მანამ იყო ტყვეთ საწყისი პერიოდი იყო ფაქტიურად შედარებით ისეთი ნორმალურად რო ჩაითვალოს ტყვეობა მე ძალიან გაუჭირდა ჯერ პრიბალტიკისკენ გაიქცა მე იქ ავად გახდა მე იქიდან კიდე სადღაც გაიქცა და საკმაოდ ისეთი გზა განლო მანამ მიაღწევდა ერანგენს და გიოტინგენს ეს ინსტიტუტებს და მე უკვე როდესაც ჩაება სამეცნიეროს ფაქტიურად იმის და მიხვდათ რომ ესენ დაამთავრა თავიდან მას დამთავრებული ხო ქონდა დავამთავრა აი არა მისი მასწავლებელი იყო კარლ იასპერსი საკმაოდ ცნობილი პიროვნება ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ნამუშევარი და გრაბარი კიდე ხელო ძალიან ცნობილი გრაბარი მე უკვე ფაქტიურად და ნუ რაღაც უბრალოდ და არაერთი და არა ორი მანგოც გქონდა და როდის გაიგო ოჯახმა ბატონო ვახტანგ ჯობაძის შესახებ რომ ის ცოცხალია და რომ ის ცხოვრობს თქვათ ამერიკის შეერთებული შტატებში გაიგო სადღაც 50-იანი წლების ბოლოს მაგრამ ბებიაჩემ ცოტათი ადრე გაიგო ჩვენ ბავშვებს გვიმალავდნენ მე დედამ მოგიყვა ნუ თქვათ ერთი წლით თუ რაღაც აქ პირველად როდესაც რაღაც შეიცვალა მომენტი აღარ არის სტალინი ხუშოვმა ეს რაღაც თავისი დათმობა დაიწყო ყრილობაზე და მაინც დაიცადა კიდე ეს 56 წელია და 58-ში გამოაგზავნა წერილი ფოტო იმ რა ქვია ხო და მაშინ იყო რამდენიმე ეკატერინე ჯობაძე თბილისში ხო და ჩვენი მისამართი იყო გადაშლილი და სულ სხვა ეკატერინე ჯობაძეს მიუვიდა და არც ვამტყუნებ არაფერი იმიტომ რომ ის ქალბატონი შეშინდა იმიტომ რომ მაშინ მაინც კიდევ საშიში იყო რა თქმა უნდა ძალიან ისეთი იყო კიდე შემორჩენილი აი ამ დაჭერების ამ ყველაფერს და ყველა შეშინოდა და ყველა არავის არაფერში არ ვამტყუნებ ნუ ქალბატონმა დაუმალა მაგრამ მერე მაინც ეთყობა ის წერილი გაანადგურეს თუ რა იყო არ ვიცი მერე მაინც უთხრა ვეღარ გაძლო იმიტომ რომ ქართველი ადამიანი იყო ვერ გაძლო იცოდა დედა იყო და ნუ რა ხდება როგორ ხო და ეკატერინე მიცოდა ესე იგი 1 წლით 2 წლით ადრე წლნახე მგონია ხო და მერე უკვე როცა მიიღეს ეს წერილები დაიწყო მიმოწერა და საინტერესოა მიმოწერაში ისე უბრუნდები იმ თემას რომ არაჩვეულებრივი დედაშვილური დამოკიდებულება 30-მდე ეპითეტი სხვადასხვა სანუკვარო საყვარელო რაღაც ნუ ვერ მოთვლი იმდენი და სხვადასხვა სხვა ენით აწერს დედას წერილებს ვიდრე სხვას ვისმენ ესაც საინტერესო კალიგრაფია კიდე ესე ძალიან საკმაოდ საინტერესოა ხელწერა ძალიან საინტერესო თქვენ როდის გაიცანით პირველად ვაწმოზურებ თქვენი ძა დედის ძმა სანამ ამას გვიპასუხებს პატარაზე ჩავერთები რა უცნაურია აი უმეტესობა ემიგრანტები ხა მე დიდი ხანია მუშაობ ჩვენ თვითონ ოჯახს ორი ემიგრანტი ყავდა და დედებს არასოდეს არ ჯეროდა და დარწმუნებული იყვნენ ცოცხალები იყვნენ და აი რაღაც საოცარი მომენტია ეს ხეულით როგორ გძნობს დედა რომ მისი შვილი ცოცხალია საინტერესო ის არის რომ სხვა შეიძლება მორწმუნე იყო და როგორ მორწმუნე იცით რა ვიცი ესეთ მორწმუნეები არიან თუ არა ეხლა არ ვიცი თახში შველა მიდიოდა დიდუბეში ეკლესიაც აუგიათ სურამში არა არაერთი ეკლესია ააგეს არაერთი ეკლესია ააგეს მარტო სურამში არა აი ხო თქვი ეს იყო აწერა აგზევიდან ხანმად ოღონდ ეს სურამის ეკლესია ბიძამისმა და ბაბუამის მაშინ იმ პერიოდში აიგო მე მგონი ერთი ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი და ის საგვეთში როა ის ადრინდელია უფრო ხო ნუ თვითონ ხო ეს საინტერესო კავშირია მართლა აი დამოკიდებულება არქიტექტურასთან ნიკოლოზი ხატავდა სხვა შესაძლოა ხატავდა და საინტერესოთაც
ხო თვითონ ბატონი ვახტანგიც კანდექსაც აკეთებდა ხატავდა კიდევაც და ხო ის კარიკატურები განსაინტერესო ადამიანები თქვენ გაცნობაზე იყო ლაპარაკი თქვენ როდის გაიცანით? დიახ, როდის შევხვდით პირველად და ვახტანგი ჩამოვიდა ფაქტიურად პირველად 71 წელს. კარა 77-ში, 97-ში პირველად. ვიან ძალიან დედა იყო ბევრად ადრე პირველი ემიგრანტების ესეთ სტუმრობა რომ ემიგრანტს ესტუმრა პირველი საბჭოთა კავშირიდან იყო დედაჩემი 66 წელს გაუშვეს მისცეს უფლება მისცეს უფლება 66 წელს ჩავიდა ეგ და გაიცნო ვახტანგი ძალიან ისეთი სცენა იყო და რა ბედნიერება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერ მოესწრო დედა ესეც და მაინც რომ დედა დედა ვერ მოესწრო დედა 62 წელს გარდაიცვალა და ვერ მოესწრო ნუ მოდებდა ერთ მამა ვერ დედა ვერ ნახა მაგრამ ნუ ახლა ტრაგედია. კი, და ნახა და მე 4 იყო აქ მე 67-ში 91-ში ოთარისთან ერთად ჩამოვიდა, ირენთან ერთად ჩამოდიოდა 99-ში, ჯავახიშვილის იმაზე 96-ში და 96-ში როგორც ვიცი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად დაერჩიეს. უკვე ეს ის პერიოდია, როდესაც მისი ნაშრომი მე კარგად იციან, არა ჩვენებმა. ქაბოტონი ელენე მეტრეველი, ბატონი ლალი ჯავახიშვილი მეგობრები იყვნენ ბატონი ვახტანგ ჯობაძის, როგორც ვიცი, არა ბატონო ზურაბ. საინტერესო ის არის, რომ ესენი ერთად გაიზარდნენ, სულ ყველა ეს პლეია და იყო რაღაც არაჩვეულებრივი ხალხი, მეტრეველი, ლალი ჯავახის ხელნაწერთა ინსტიტუტის ცნობილი დირექტორი, ლალი ჯავახიშვილი და არაერთი იმ პერიოდში მოღვაწე და ეს სამნი იყვნენ გადაბსკვნილი მეგობრები ერთმანეთის. ფაქტიურად ლალი ივანეს სახლში, იმაზოში კალნინზე იზრდებოდა ვახტანგიც და ლალიც ერთად ტოლები იყვნენ და იქ სწავლობდა ფრანგულს, სხვათა შორის რამდენიმე ენა ისწავლა, ეს რამდენიმე 11-ია. ესე სხვა შორის დედამაც იცოდა რამდენიმე ენა. ხო და იქ გაიზარდნენ ფაქტიურად ერთად. აი ელენემ იმიტომაც გაბედა. მაინც ელენემ იმიტომაც გაბედა რომ ერთ-ერთმა პირველმა მიუძღვნა გამოკვლევა სწორედ ვახტანგ ჯობაძის ნაშრომს. და ამითი გაიცნეს პირველ რიგში ქართულად. კი, მე ეხმარებოდა სხვათა შორის ერთმანეთს ეხმარებოდნენ. წერდნენ აი ახლა გამოვიდა წიგნი ეს ვახტანგის წერილები. ხო და შეიძლება გაეცნობით თუ რა დამოკიდებულება აქვს. ერთმანეთს უზიარებენ, ვიდას აკეთებს, ესე იგი ეს მათი სპეციალობაა და ნუ ხანდახან 7 გვერდიანი და 8 გვერდიანი წერილები ეთმობა აი ამ იმასაც თავის სპეციალობას გებოდა. ალო. დიახ. ბატონო ზურაბ, თქვენ ახსენეთ ხელნაწერი და კალიგრაფია ბატონი ვახტანგ ჯობაძის დაინტერესებულ ხართ და რა ლამაზად წერდა ქართულად, მაგრამ როგორ საუბრობდა? აი საუბრის მანერა, აქცენტი ქონდა? კილო თუ შეინარჩუნა. თავის ქართული ქონდა ეს ესე იგი ქართული კილო. მორჩენილი. აი სწორედ ბავშვობაში დამახსოვრებული, უფრო ვიდრე შეცვლილია ის რაღაც ეს ბავშვი უფრო სხვაა და სხვათა შორის ძალიან ბევრი ანდაზები იცოდა და ის თქმები თუ გამონათქვამები, როგორც აი ლაპარაკობენ პერიფერია. აი კუთხეში, თქვენ კუთხეში რაც არის, ხო? ბატონო? თქვენს კუთხეში როგორც არის, ხო? ხო, არის. საქართველოს ძალიან საინტერესოა მაგით საქართველოს. თორემ აი ესე სხვადასხვა კილოები და ყველას თავისი გამონათქვამები, ძალიან საინტერესო გამონათქვამები და ესეთი ის იყო რა ქვია მომენტი და ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო კიდე აუცილებლად მისი დამოკიდებულება თავის სპეციალობისადმი და არა მარტო მისი ესეთივე და ზუსტად ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა ელომეტრეველს და ზუსტად ესეთი ვიცი ნუ ბატონ ლალი ჯავახიშვილს იმიტომ რომ ერთი სკოლა ჰქონდათ გავლილი ბოლოს და ბოლოს ივანე ჯავახიშვილის სკოლა ესეთი სიყვარული საქმისადმი ესეთი აქ უკვე ვახტანგი როცა ჩამოვიდა არისო 2 წლის ბავშვი როდესაც ლექციები საიკითხა თბილისში პატარა ბავშვით მეცადინეობდა ლექციის წინ რომელიც სტუდენტებისთვის უნდა წაეკითხა და კიდე თავიდან რაღაც ლიტერატურას ეძებდა ეს მოზდილი არა უკვე მოხუცი ადამიანი ეს არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი და სიყვარული ასე უნდა იქცეოდეს ყველა ლექტორი ესევე იყო მისი მეუღლე როგორ სწავლობდა როგორ იქცეოდა ის ფილოლოგი იყო ძალიან დაეხმარა ვახტანგს
აი ამ გათხრებში, ну, რასაკვირველია თავის იმ თანხითაც, რომელიც არაერთხელ ითქვა, რომ შესწირა ფაქტიურად გავრცულ ტაძრებს, არა მხოლოდ მაგითი, თვითონ გვერდში ედგა, იმის და მიხვდებით, რომ ალერგიული იყო და მისთვის ეს ექსპედიციები საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ ბზიკის ნაკბენით საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არტოვებდა ვახტანგს, გვერდში ედგა და ეხმარებოდა ყველანაირად როგორც შეიძლება. გოგონებით. და დატოვა. გოგონა არა, გოგონა და ბიჭი. გოგონა დასაწყისში არის ამდენი ფოტო, სადაც გოგონა. ხო, თქვენ ახსენეთ, რომ ის მოინათლა და საინტერესო ის არის, რომ ეხლა სხვათა შორის გადაიცვალა ბაგრატ ბაგრატიონი გონი როგორც გამოვისმინე. ნათლია? 68 წლის ასაკში და ნათლია იყო მაგის ბაბუა. მაგის ბებია უფრო სწორედ. ხო, და ეს ფოტოც არის აი ამ თავის ზიგში. ესე იგი, ელენემ, ამ ერეკლე ბაგრატიონის დედამ მონათლა და გიორგის ასწავლიდა ვახტანგი. ბატონიშვილს. ხო, მოილაპარაკეს ბატონმა ერეკლეს ვაჟზე რა. ერეკლეს ვაჟს, ხო, უფროს, ხო და უფროს ვაჟს. ხო. ეს საინტერესოა მისი კავშირები და მისი დამოკიდებულება კიდე ამ ეხლა ეს რაც წიგნი გამოიცა, აქ არის ვახტანგის წერილები და საინტერესოა სწორედ წერილები ვახტანგისადმი. არა მხოლოდ ემიგრანტების, არამედ აი იმ ცნობილი პიროვნებების, ცნობილი არქეოლოგებისა თუ ისტორიკოსების და მათი მიმოწერა, რომელიც ალბათ გამოსაცემია თუ მოვერევი გამოცა. დიდი მადლობა მინდა უთხრა დიმიტრი თუმანიშვილს და დავით ხოშტარიას, რომლებმაც პირველი მეცხრები იყვნენ, სხვა შორის ძალიან უყვარდა ვახტანგს ერთის და მეორეს. პირველი მეცხრები იყვნენ, ვინც თარგმნა ეს ვახტანგის წიგნი. მეორე წიგნი ანტიოხია ეხლა ითარგმნება, რამდენადაც ვიცი და ალბათ გამოიცემა, ისიც საფუძვლიანი შრომაა და. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. რადიო მსმენელებს შევახსენებ, რომ გადაცემაში მონაწილეობდა ბატონი ვახტანგ ჯობაძის დიშვილი, მხატვარი ზურაბ ფოცხიშვილი. და დავასრულოთ გადაცემა. მე წიგნის ამოუღე ბატონ ზურაბს სამწუხაროდ ვერ შევხვდით, საგანგებოდ რომ გითხრათ, მე არ მიმუშავეა ვახტანგ ჯობაძეზე, მაგრამ როდესაც ამერიკის ქართულ ემიგრაციაზე წიგნი სახელმძღვანელოა ფაქტიურად ამ საგანს ვასწავლი უნივერსიტეტის მაგისტრანტებს, ამერიკის მცოდნეებს, მაინც შევიყვანე ჯობაძე, იმიტომ რომ წარმოდგენილი ყოფილიყო ყველა სფერო და ყველა სპექტრი, რაც კი შეიძლებოდა იმ 40 ადამიანს შორის და ვინაიდან საგანგებოდ არ მიმუშავია, აი კარგი იქნებოდა რომ უბრალოდ მოსწრებაზე ვიყავი, შევხვდროდი ბატონ ზურაბს და ეს ნიუანსები შემეტანა, იმიტომ რომ საიდან მოდის ადამიანი, რა გვარიდან მოდის, რა ოჯახიდან მოდის, ეს ჩანს მე მიყვება მის ცხოვრებას. ის რომ ასეთი გახდა ვახტანგი, სწორედ მისი ოჯახის და მისი წინაპრების დამსახურება. ძალიან დიდი მადლობა კამნორუსთან რადიო მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კაბატონი რუსუდან დაუშვილი. ჩვენ დღეს ბატონი ვახტანგ ჯობაძე გავიხსენეთ, ადამიანი, რომელმაც ღირსებით განლოგზა და მთელი ცხოვრება თავისი სამშობლოს მის მსახურებას მიუძღვნა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გადაცემის ხმის რეჟისორი თინათინა ასამბაძე, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.